ბატონ ვალერი, დავიწყოთ იმის შეფასებით, რაც ვნახეთ, რაც მოვისმინეთ, თავისთავად როგორც მოვლენა, როგორც ფაქტი, რამდენ სერიოზული მნიშვნელობის არის ეს და რაზე მეტყველებს. ეს იმაზე მეტყველებს გიორგი, რომ ეს არის დიდი გამარჯვება სომხური დიპლომატიის და დიდი გამარჯვება აზერბაიჯანული დიპლომატიის და სამწუხაროდ ამას ვერ ვიტყვი ჩვენ საქართველოზე, იმიტომ რომ ვაშკარად არის ამოვარდნილი საქართველო ამ კონტექსტიდან, მაგრამ ამის დამიუხედავად მე ვთვლი, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვისაც კარგია. Რატომ ვინაიდან ეს ატარებს რეგიონალურ ხასიათს, სრულფასოვან ხასიათს არა, ვინაიდან ჩვენ იქ არა ვართ. სხვათა შორის ეს ამერიკელებისთვისაც უფრო კარგი იქნებოდა, რომ სამივე ქვეყანაში განხორციელებულიყო ეს ვიზიტი და როგორც დაგვირგვინება ამისთანა ვიზიტის მოეწყოთ მაგალითად სამხრივი შეხვედრა ფორმატში 1+3, მაგრამ ჯერჯერობით არსებობს სერიოზული დაბრკოლებები საქართველოსთან მიმართებაში, რაც ალბათ თავის დროზე კარგად ჩამოაყალიბა საკუთარ წერილში ბატონმა რუბიომ, რომლის მიღებაც კი ასე ვთქვათ არ არის სურვეს ქართულ ოცნებაში სამწუხაროდ, მაგრამ კარგი რატომ არის ეს საქართველოში ვფიქრობ, იმიტომ რომ საქართველოსთვის, იმიტომ რომ რეგიონში ასეთ ვიზიტის განხორციელება ნიშნავს, რომ აქ იქნება მეტი ამერიკის შეერთებული შტატები, მეტი გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების, შესაბამისად მეტი უსაფრთხოება, მეტი კეთილდღეობა, მეტი ინტეგრაცია, მეტი განვითარება და მეტი თანამშრომლობა. მეტი მშვიდობა და შესაბამისად ნაკლები რუსეთის გავლენა, რაც ნიშნავს ნაკლებ ომს, ნაკლებ კონფლიქტს, ნაკლებ ჰიბრიდულ ომს, ნაკლებ ცოცხალ ოკუპაციას და ასე შემდეგ და ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს არის კარგი, ოღონდ რა თქმა უნდა, ჩვენ გვრჩება ესე დაუკმაყოფილებლობის გზნობა, როგორც საქართველოს აუცილებლად უნდა მოუბრუნდეთ, მათ შორის ქართული ოცნების დაჟინებულ მცდელობებს რაიმე სახის კონტაქტზე გავიდნენ თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან, რაც არ არის ცუდი ამ შემთხვევაში, რატო ფიქრობ ამას აუცილებლად მოგახსენებთ და თქვენი აზრი აინტერესებს მაყურებელს, როგორც გამოცდილი დიპლომატის ამ შემთხვევაში და პოლიტიკოს თქვენ არ ხართ, რომ რაღაც მიკერძოება გქონდეთ, მაგრამ მინდა ვკონცენტრირდეთ თავად ამ ვიზიტის ფორმაზეც. აი მაგალითად ძალიან საინტერესო სანახაობა იყო მთელი ოჯახით, რო ჩავიდა ვიცე-პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნებები იყო, ახლა მთლიანად ვერ მივეცით ეთერში, მაგრამ ხვალ კიდევ უფრო დეტალურად დაამუშავებ ჩვენი ახალი ამბების სამსახური მთავარ მესიჯებს, თავად ჯი დეივენსის, მაგრამ იქ ითქვა ხაზგასმით რა. აქ საუბარი არის მაღალი სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაზე სხვა ქვეყნისთვის და ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ ასეთ რაღაცა შეერთებული შტატები იშვიათად აკეთებს და ეს მეტყველებს მაღალ ნდობაზე და ახსენა რადავინ, ახსენა პრემიერი ფაშინიანი. ანუ ერთი, რომ შეერთებული შტატებს გაუჩნდა ნდობა ამ პარტნიორებისადმი, იქნება ეს სომხეთი თუ აზერბაიჯანი და მეორე, აქაც არის საკვანძო ფაქტორები სომხეთის შემთხვევაში პერსონალურად ფაშინიანის მხარდაჭერის ეს ვთქვათ, მცდელობა აშკარად სახეზე არის. მოდი ამაზე მე შევჩერდები და მაინტერესებს თქვენი შემჩნევები და კომენტარები თუნდაც აი ამ დეტალებთან დაკავშირებით. კი, აი ძალიან მოკლედ მაგასთან დაკავშირებით. ნამდვილად აი მთელი ოჯახით ჩასვლა ბავშვები, მცირეწლოვანი ბავშვები და ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ პროტოკოლური, თან ხაზგასმით გაკეთდა ეს ტრაპზე ნახეთ, რომ ჩამოდიოდნენ ესე იგი ბავშვები მოყვებოდა მათ ჯიდივენს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის გზავნილი ყველასთვის, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც მე ვგზნობ თავს უსაფრთხოდ, ეს არის ჩემი საიმედო პარტნიორი და მე ამას ვაფასებ და აქედან გამომდინარე მე ვაწარმოებ პოლიტიკას ამ ქვეყანაში. ეხლა სამხედრო კომპონენტებიც იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით იმაზე, რომ ბირთვული პროგრამის თაობაზე იქნებოდა დოკუმენტი გაფორმებული, ჩიპების ერთობლივ წარმოებაზე, მიწოდებაზე, თავისთავად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ მე მინდა რას მივაქციო ყურადღება, ბატონო გიორგი, რომ საერთოდ აი ძალიან საინტერესო იყო. საერთოდ არ შეიმჩნია არც ერთმა მხარემ, რომ აქ სადმე არსებობს რუსეთი. დიახ. თითქოს მათ შორის ბაზები არის, თითქოს არ იყოს სომხეთი არც ევრაზიული კავშირის წევრი, არც დსთ-ს წევრი და ასე შემდეგ. საერთოდ ეს თემები არ არსებობდა და ისეთი შეგრძნება დაგჭებოდა ადამიანს, რომ ეს არის საერთოდ ძალიან ნორმალურ ვითარებაში მყოფ ქვეყანასთან, ტრადიციულ პარტნიორთან ასე განვითარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად სერიოზულად კნინდება რუსეთის როლი სამხრეთ კავკასიაში. რუსეთი ვერაფერს ვერ აკეთებს ამ საპასუხოდ ჩვენ ვისმენთ ნაწილობრივ ცინიკურს, მაგრამ სრული უძლურების გამოხატულებას ამ თემასთან დაკავშირებით პუტინის.
კომენტარ განცხადების კი არა დააკვირდით ეს ჩვენ გავიგეთ ტრამპის მონათხრობიდან როცა მან თქვა რომ სატელეფონო საუბარშიო პუტინმა მითხრაო რომ აცო გაუცებული ვარო ამდენი წელია მე ამ შედეგის მიღწევას ვთილობდიო და შენ ეს როგორ მოახერხებ ხო რა თქმა უნდა ეს ამოტრიალებული რეალობა არის ვაღიაროთ რომ ძალიან რუსეთის და მთელი მისი წვლილი ზუსტად იმაში იყო რომ მშვიდობა არასოდეს დამყარებულიყო მაგრამ ეს არის სრული უძლურების დემონსტრირება რუსეთის ხაზგასმა ტრამპის მიერ ძალიან ელეგანტურად ხო და სხვადასხვა შორის ეს ძალიან კარგად აი დიპლომატიურად ძალიან კარგად შეფუთული გზავნილი იყო არ ვიცი ეს ნამდვილად თვითონ ტრამპის მოფიქრებული იყო თუ ვინმე ეს ურჩია მაგრამ მე ძალიან ვიხალისე ამ გზავნილს ბატონო ჩვენ არ გვაქვს ახალისოდ საქმე საქართველოს ამ შემთხვევაში რადგან შტაბ-შტილება რომ ჩვენ გეოპოლიტიკურ ჭრილში აღმოჩნდით ნამდვილად არ არის უარგუმენტო, თუმცა ამავე დროს ძალიან გვაიმედებს ის, რომ შეერთებული შტატები ასეთი ამბიციებით და ასე სისტემურად შემოდის რეგიონში. ანუ ეს ვიზიტი მათ შორის იმის მანიშნებელია, რომ თეთრ სახლში და ოვალურ კაბინეტში შეხვედრა და ხელმოწერა არ იყო ერთჯერადი მას ვთქვათ პროპაგანდისტული აქტი, ომები დამამთავრე. არამედ ამას მოყვა სერიოზული სამუშაო პროცესი, რამდენიმე ვიზიტი სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრები დამატებით ფაშინიანთან და ალიევთან თავად ტრამპის ამ ორი პრეზიდენტის და პრემიერის მიწვევა ტრამპის მიერ ორგანიზებულ სამიტებზე და ვიცით რომ ღაზაში თებერვალში კიდევ ერთი შედგება და ახლა უკვე ვიზიტი ვიცე-პრეზიდენტის შეერთებული შტატების, ხო? ანუ ეს ნიშნავს რომ უკვე სისტემურად შეერთებული შტატები რეგიონისკენ შემოტრიალდა, ან ჩვენ სამეზობლოში კი არა ჩვენთან იწყებს გარკვეული არქიტექტურის მშენებლობას.